ახალი კონსპირაციული თეორია ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტიის შესახებ. ქართული ოცნების პოლიცსაბჭო დღეს გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში Deep State-ის ქსელის წევრად აცხადებს ყველა უცხოელ აქტორს, ვინც ივანიშვილის გუნდს ანტიევროპული ნაბიჯების გამო აკრიტიკებს. თუ ოცნებას დაუჯერებთ, Deep State-ის მეტასტაზები არაერთ ქვეყანაშია გავრცელებული და მას გლობალური ომის პარტია აკონტროლებს. ქართულ ოცნებას იმედი აქვს, რომ ამ ძალების დამარცხებას დონალდ ტრამპი შეეცდება. ევროპას კი დეოლიგარქიზაციასა და არაფორმალური გავლენების დაძლევაში დახმარებას თავად ოლიგარქი ივანიშვილის გუნდი პირდება. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში Deep State-ის განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ ან ამერიკა გაანადგურებს Deep State-ს, ან Deep State-ი გაანადგურებს ამერიკას. ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ Deep State-ი ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. Deep State-მა შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. Deep State-მა ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი Deep State-ის პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200 მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს პრაქტიკულად განადგურებულია, რაზეც მაიდანის ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ. ქართული ოცნება ისევ საუბრობს ეგრეთ წოდებულ მეორე ფრონტის საფრთხეზე და მიაჩნია, რომ ივანიშვილს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გამო ასანქცირებენ. ოცნება გმირებს უწოდებს მშვიდობიან მომიტინგეებზე მოძალადეს სამართალდამცავებს და Deep State-ის ფავორიტებად ვანო მერაბიშვილს და გიორგი გახარიას აცხადებს. ასევე იმეორებს რუსეთის ოფიციალურ პოზიციას 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, რომლის თანახმად ომი საქართველომ დაიწყო. კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი რომ სრულიად არასერიოზული, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა. ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო 2 წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს. თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია. ამის საპირისპიროდ ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და Deep State-ის ფავორიტების ვანო მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილს და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან Deep State-ში ხელმძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით „ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ლოგიკურია, რომ ვინც ძაღლიშვილებს თავსევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს. ქართული ოცნება სუვერენიტეტის ხარისხს უწუნებს ბალტიისპირეთის ქვეყნებს. მიზეზი მათ მიერ დაწესებული სანქციებია, რომელთა უკანაც ივანიშვილი Deep State-ის კვალს ხედავს. პოლიცსაბჭოს განცხადების თანახმად ოცნება სანქციების მიუხედავად პოლიტიკის შეცვლას არ გეგმავს. მათივე მტკიცებით, გარე ზეწოლით გლობალური ომის პარტია ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი პრაქტიკულად სრულად აქვთ დაკარგული და მთლიანად Deep State-ის კარნახით უწევთ მოქმედება. საბოლოოდ ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერც ერთი სანქცია ვერ შეედრება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს. ოცნების პოლიცსაბჭო Deep State-ის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამოვლინებას უწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესა და ტრამპის თანაპარტიელ კონგრესმენს ჯო ულსონს. ამერიკელ კონგრესმენს ჯო ულსონს დაინიცირებინეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ, რომელსაც შინაარსიდან გამომდინარე მხოლოდ მტერი აქტი შეიძლება ეწოდოს. ულსონმა იმოქმედა პრინციპით სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად და Deep State-ის დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების ძარცველი კეზრაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს ჯო ულსონს ხმარდება, რითაც Deep State-ი თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო ულსონი არის Deep State-ის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება. დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დავგჯის თუ არ ვიომებთ. ოცნება პოლიცსაბჭოს ვრცელი განცხადების ბოლოს იტოვებს იმედს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და Deep State-ის პრობლემას, რაც მათი თქმით შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.